მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით 23 ეპიზოდით. და დღეს ამოვედით ეს ვიდეო დაიდება 21 აგვისტოს, იმიტომ რომ 12 აგვისტოსთვის ვერ მოეც დრო სამწუხაროდ, დიდგორის 904 წლის თავზე. მაგრამ მოდი 21 რიცხვი მაინც დავამტყევთ. ეს მოგიხსენებათ არის ვიდეო, სადაც საკუთარ თავთან ლაპარაკობ ხოლმე. მოკლედ დღეს ძალიან წვიმდა და მაინც კი მეზარებოდა აქეთ წამოსვლა, მაგრამ გულის სიღრმეში მინდოდა რომ ამოსულიყავი აქეთ არ ვიყავი ნამყოფი და ძალიან მოუწევს აქაურობა. ეს ნისლიც რაც არის, ცოტა მისტიკას ძენს რა. ჩემს უკან კადრშიც ხედავთ, ადამიანები კი არიან, მაგრამ ძალიან ცოტა საერთოდ სხვა გარემოა რა აქ და სხვანაირი შეგრძნებას ტოვებს ეს ყველაფერი რა. 904 წელი გავიდა იმ ლეგენდარული გამარჯვებიდან და 1000 წლეული საკმარისი იყო იმისთვის, რომ იმ ცხოვრებიდან, რაც მაშინ იყო, ოქროს ხანის დასაწყისი ალბათ. იმ ეპოქიდან მოსულიყავით დღევანდელობამდე რა. ზოგადად რაც უფრო მეც მოგზაურობ საქართველოში, მით უფრო ხვდები, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ იყოს ძალიან კარგი ქვეყანა. მაგრამ არ ვიცი რა, ალბათ ადამიანის ეგო არის ეგეთი და ეგოს გამო ვერ ხდება ეს ყველაფერი. ჩემი აზრით. და ძალიან ცუდია. აქაც რო ამოხვალთ, აი ეხლა თუ არ ვცდები მყავს 417 გამოვწერი. ჩემი გამოვწერების, რომელსაც თითქმის ყველას ვიცნობ და ყველა მიყვარხართ, აქ რამდენი იქნებით ამოსული? ალბათ 10% შეიძლება არ იყოთ ამოსულები აქ. ამ ადგილას რა, სადაც ქართველობა გადარჩა რა. რეალურად ეგრეა, როგორც არ უნდა შევხედოთ, მაშინ რომ დავმარცხებულიყავით, დღეს რა შეიძლება ვერ ყოფილიყავით. მაშინ ჩემი აზრით დავით აღმაშენებელმა, ჩემი აზრით მაშინაც გამყიდველები კი არა და მაშინ ყავდნენ და აი ის მომენტი გახსოვთ ალბათ დიდგორიდან, როდესაც დავით აღმაშენებელმა უკან დასახევი საჩარასა რა. კი კარგია, მაგრამ ეს თუ ჩაუღრმავდები იმისთვის გააკეთა, რომ მოღალატეები არ გაქცეულიყვნენ და იმ მოღალატესაც ერთი ვარიანტი ჰქონდა რა. ან უნდა ეომა და მოეკლამტერი, ან უნდა მომკვდარიყო, იმიტომ რომ გასაქცევი არ იყო. ამან გამოიწვია ის, რომ მოუიგეთ. ძალიან ის სხვანაირი შეგრძნებაა რა. სულიერადაც მშვიდები ზევით ხარ, ანუ ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი აქ გაკეთებული. მოსასვლელი გზა ძალიან კარგია, როგორც კი გადმოუხვევ, იდეალურად მოდის, აი ღრუბლებში ისე შემოდიხარ ამ ნისლის, ეს ნისლის შტაბიჟილებას ტოვებს იმისას, რომ სულ ღრუბლებში დადიხარ რა. და ძალიან კარგი შეგრძნებაა. ხო, მე ისტორიის გაკვეთილს ვერ ჩაგიტარებთ მეგობრებო, სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ ვიცი. სკოლაში უკეთ რომ ესწავლა, ალბათ კარგი იქნებოდა, არა და სახელი ხელს მიწყობს ჯუანშერი. და რავი, რაზე ვილაპარაკოთ, დღევანდელობაზე ვილაპარაკოთ. რატო ვართ ამ დღეში? ამპარტავნობა და ადამიანის ეგვა. ოღონდ არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ ამ შემთხვევაში მთლიან მსოფლიოს რა. ჩემი აზრით, მალე ეს ცივილიზაცია განადგურდება, იმიტომ რომ თავის თავს ჭამს ნელ-ნელა უკვე ეს ცივილიზაცია, ჩვენი ადამიანების ცივილიზაციას გულისხმობ, არა მხოლოდ ქართველებს, ზოგადად რა. არ ვიცი, შეიძლება ყველა უამრავ სარწმუნოებაში არის მეორედ მოსვლა და არ მგონია რომ ტყილად ეწეროს ეს ყველაფერი. ყველგან სხვადასხვა სახით წერია, მაგრამ არსი ისაა, რომ რაღაც მომენტში განადგურდება რა ყველაფერი. მაგრამ ამან არ უნდა გაგტეხოთ, გავიხსენოთ, ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაცია ვართ.
ჩვენ რო ვარსებობთ ზოგადად სამყაროში, ეს არის იმის დათოს თუ ანუ მატრიცის გლიჩია რა, მე ჩვენ არსებობას მაგას ვეძახით, იმიტომ რომ არანაირი მოცემულობით ჩვენ არ უნდა ვარსებობდეთ როგორც ქვეყანა რა ვქნა, ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ ეგრე მგონია რომ მატრიცის გლიჩია ეს ყველაფერი. არდა საინტერესო იქნება და არა დედამიწაზე რომ ჩვენ გავნატყურებული ყავთ. ჩემი ეს დედამიწა ისეთი ვერ იქნებოდა. ჩვენზე ამბობენ ზოგჯერ რომ ცუდი ხალხი ვართ. ცუდი ხალხი არა ვართ. ვერ შეიძლება ის ანუ არ შეიძლება ის ერი რომელსაც ყავდა ამდენი მეომარი გმირი, მეფეს რო თავი დავანებოთ ამდენი წმინდანი ყავდა ამდან რავი მართლა რო აიღო სამყაროში რო არაფერი არ ხდებოდა ბიბლიის დაწერის მერე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაშრომი სამყაროში ჩვენო ვაჩუქეთ ვეფხისტყაოსნის სახით და აი არ შეიძლება რომ ეგეთი ერი იყოს ცუდი ერი რა ყველგან არიან კარგებიც ცუდებიც უბრალოდ ჩვენ ახლა ალბათ ცოტა რთული პერიოდი გვიდგას რა ყველას ერთს მოყვება როგორც აღმასვლა ისე დაღმასვლა ჩვენი ეს მომენტი უფრო კი ქვევით მოდის მაგრამ აუცილებლად ჯერ გასწორდება მე ისევ აიწევს რაც თავარია ბევრია ამ ქვეყანაში ისეთი ვისაც ეს ქვეყანა უყვარს ყველაფრის და მიუხედავად კარგია შენი ქვეყანა რო გიყვარს მაგაზე დიდი ბედნიერება არაფერი არ არის არც ეს ვიდეო როგორი სახის იქნება ანუ მორალური სახის თუ რა ქვია მაგას აი ხალხს რომ მოუწოდებენ ხალხს ესე რო მგონი უკეთესი იქნება წერი დიდი წერის მინუსი ოკეი იყოს ესე აი ზუსტად ისეთი ვიდეოა ეს კადრში მე მგონი კარგად ჩანს რა როგორიც მე მინდოდა რომ ყოფილიყო ხოლმე ეს ვიდეოები რა პირველი ვიდეო მესამე ეპიზოდი ჩავწერეთ სახში მაშინ ცოტა ქვეყანაში ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო ცუდი აურას უფევდა მეორე მე-13 ეპიზოდი ჩავწერე ვაშლოვანში და ძალიან ბევრი ვიხალისე იმ ვიდეოზე და 23 ეპიზოდი ვწერთ თითქორიდან არ ვიცი რა იქნება 33 ეპიზოდზე საიდან იქნება არ ვიცი მაგრამ მინდა რომ ისიც ესეთი სტილის იყოს რა შორი კადრი უკან ძალიან ლამაზი ხედი მეც ესეც ყავდა თავისუფლად რომ ვსივარ და თავისუფლად ლაპარაკო სიწყნარე სიმშვიდე და შემოდგომას მოუწევს ეგ ეპიზოდს სავარაუდოდ კარგია ხო მოკლედ სულ ამბობდი რომ ამ ეპიზოდში ვიტყოდი 23 ეპიზოდში რატო არსებობს საერთოდ ჩემი არხი ჩემ არხს აქვს ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მარტივი დანიშნულება რა მე ხო ვიცი ცივილიზაცია განადგურდება ვიცი კაი ხო ცივილიზაციის განადგურებას არ გვინდა ლაპარაკი მე ვიცი რომ რაღაც მომენტში ყველა ადამიანი იღუპება შეიძლება ისე მოხდეს რომ დღეს ცოცხალი იყო და ხვალ გამართოს რაღაცა მოკვდე თუ მოკვდები ისიც ნაკლებად ჯერა იმიტომ რომ 107 წელი ვაპირებ სიცოცხლის დავძენ ზუსტად 107 წელი მჭირდება მე არ არის პრობლემა მოკლედ ნებისმიერ მომენტში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაიღუპოს და ყველა დღე უნდა იყოს ისეთი თითქოს უკანასკნელია ჩვენ ვერ ვაფასებთ ყოველ დღე გაღვიძებას დილაობით და ეგ ძალიან ცუდია ვერ ხვდებით რომ ცხოვრება იმაზე ბევრად კარგი და ლამაზია ვიდრე ჩვენ გვეჩვენება ყოველდღიურობა კი აუფასურებს ამ ყველაფერს მაგრამ სამყაროსგან უნდა მიიღო ენერგია აი ცოტა რთული ახსაქმელია მაგრამ მიხვდებით რომ ცხოვრება წინ არის ყველა დღე ერთმანეთს გავს მაგრამ ყველა სხვადასხვა დღე არის ხო რაზე მოვაყოლე ეს მოკლედ მე ვიცი რომ რაღაც მომენტში შეიძლება რაღაცა მოხდეს და მე თვითონ დავიღო ну რა შეიძლება რა მართლა აი ახლა მინდორში ვიყავ კი არა და თაში მაგრამ რა
ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ხო და ეს არის ჩემი ერთგვარი ვიდეო დღიური. და მინდა რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ჩემ მეგობრებს ვისაც მოვენატრები ხოლმე ეს ვიდეოები ჩართო. მოდი კონკრეტულად ეს ვიდეო იყოს გზავნილი სიცოცხლის გზავნილი სიკვდილთან. არა სიკვდილის გზავნილი სიცოცხლისთან ესე დავარქვათ. ამ ეპიზოდსაც ეგრეთ დავარქვათ, რომ სიკვდილის წახილი სიცოცხლისთან. მოკლედ შანსი იმისა, რომ ეს ვიდეო ჩართოთ მას მერე რაც მოვკვდები არის ძალიან მცირე, მაგრამ არა ნულის ტოლი. შესაბამისად, ვინც ამას უყურებთ მაგ მიზეზით, გეტყვით, რომ ყველანი მიყვარხართ. ამ მობერო დროში მოგზაურობა შეუძლებელია, რასაც ვეთანხმები, შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ერთი რამე. არქივი. ეს ვიდეოც არის ერთგვარი და ჩემი არხიც ერთგვარი ვიდეო არქივი იმ მომენტში როგორი იყო საზოგადოება, რა ხდებოდა. შეიძლება ვიდეოებში არ ხსნი ხოლმე, მაგრამ მაგით მომწონს ეს ყოველ 10 ეპიზოდში ერთხელ ესეთი ის, რომ შემიძლია შევაჯამო ეს ყველაფერი და ეხლა ქვეყანაში დაძაბული სიტუაცია არის თქო რო გითხრათ. არა მგონია მეც სხვანაირად უყურებ ყველაფერს, უბრალოდ ქვეყანა არის გაყენული, თვითონ ქვეყანაში ყველანაირი პროცესი არის გაყენული. ეხლა არის 2025 წლის 16 აგვისტო. 5:09. საქართველო ჯერ ისევ არ არის გაერთიანებული, თუ ამ ვიდეოს უყურებთ მაშინ, როდესაც ქვეყანა გაერთიანდა და მე ცოცხალი არა ვარ. გული მწყდება, მაგრამ მიხარია. ჩემო მეგობრებო, ყველანი მიყვარხართ. სიცოცხლეშიც, სიცოცხლის მერეც. არ მოიწყე. იცოდეთ, რომ ყველაფერი ცხოვრებაში გამოვა. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა დაეცეთ, ყოველთვის ადეგით შეძეთ. საკუთარ თავს უთხარით რო ადგეთ. მაგას იმიტომ გეუბნებით, რომ მე ვიცი რას ნიშნავს დაცემა. თუ იცი ადამიანმა დაიაზრებ, რომ დაცემული ხარ, უნდა ადგე. თუ გინდა რომ სიცოცხლე გააგრძელო. თუ არსებობა გინდა, დაიგდე. არა, მაგრამ თუ სიცოცხლე გინდა, არასდროს არ უნდა გაჩერდე. და ყოველთვის უნდა იარო. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სევდიანი ის არის ეპიზოდი. შეიძლება ეგრეც იყოს. არც ვიცი. მაგრამ რაღაცნაირად რომ აქ ამ თემაზე მე ლაპარაკა. საერთოდ სხვანაირი ის არის აქ. გარემო, აკუსტიკა, სიწყნარე სიმშვიდე, აი იმდენად დუნდები, სხვანაირი ენერგეტიკა. ხო, დაუბრუნდეთ იმას, თუ ამ ვიდეოს უყურებთ, მას შემდეგ რაც მე ამ ქვეყანაზე აღარა ვარ, რაცაც ისიც ნაკლებად მჭირა, მაგრამ მაინც ცოდეთ, რომ ჩემი სურვილი იყო ყოველთვის, რომ ჩემი კრემაცია ჩაეტარებინათ, ჩემი ფერფლი შეერიათ მუხის ნაყოფს ან ბაობაბის და დაერგათ სადმე, რომ სამარადისოდ მეცოცხლა. ჩემი სამარადისოდ ეგრევე ვიცოცხლებ. ეგ არის ჩემი სურვილი, რომელიც ვიცი, რომ არა ხდება. სიკვდილის მერე ვამბობთ. რომ სიცოცხლეში რა მე ბედნიერი ცხოვრება მაქვს, მარჩემი ცხოვრება და ზოგადად კარგია ცხოვრება. ხო, ეგ მინდოდა სიკვდილის მერე, მაგრამ თუ ესე არ მოხდა, არა უშავს საფლავზე მოდით და მითხარით, რომ გაგიმარჯოს მართლა, კაი კაცი იყავი, თუ მაგას არ უთქოს საფლავზე, მაგას არ არის პრობლემა. მე მაინც მიყვარხარ. იმიტომ რომ სიყვარული არის სიკეთე და ამ სამყაროს სიკეთე ამოძრავებს რა. არსებობს თითქმის ყველა სარწმუნოებაში არის სინათლის და სიბნელის ბრძოლა, სიკეთე ბოროტება, დადებითი უარყოფითი, ეს ორი ყოველთვის ისა ერთმანეთთან ბრძოლაშია. რთულია აკეთო სიკეთე, მარტივია აკეთო სიბოროტე. მაგრამ ადამიანი რავია, რთული არსება, ჩემი აზრით რთულის გაკეთება უფრო მოწონს ხოლმე ადამიანს რა. ძალიან სიამოვნებს. ეს არის სიკვდილის გზავნილი სიცოცხლესთან. კიდე რა შეგვიძლია ვთქვათ. ჩემი და მე როგორც
უაზრო ფიქრებს მოფიქრალი ადამიანი. ფიქრობ, რომ ეს ცივილიზაცია დაახლოებით განადგურდება 2060-2070-იან წლების შუალედში. ძალიან მინდა რომ ვწდებოდე, მაგრამ მათემატიკურად და რაღაცების გამო მე ეგრე მგონია კაცო. ვიცი, ეგ ხელს უშლის იმ ფაქტს, რომ 7 წელი მინდა ვიცოცხლო. მაგდენი მათემატიკა ვიცი, მენდეთ. მაგრამ რავი, ვწდებოდე, დაევწდებოდე. და ისე რა საინტერესო იქნება, რომ მართლა რო გამოვიცნო რაღაცები, მომავალში რა მოხდება. ეხლა ხო 2025 წელი. აი რა იქნება 2001 წლის თავზე. მოდი შევაჯამოთ. რამე შეიძლება ქვეყანაში? არ ვიცი, არა. არ შეიძლება. ჩემს არაფერი არ შეიძლება 1 წლის განმავლობაში. ეხლა იმას რო კი 1 წლიან იმასთან ჩემ წინასწარ მეტყველებას. რუსეთ-უკრაინის ომში რა მოხდება? დღესგამთენი ისას შეხვდა პუტინი და ტრამპი ერთმანეთს. 1 წლის განმავლობაში არაფერი არ შეიძლება, ისევ იგივე იქნება. ხალხი ისევ მოკვდება. ჩვენ ქვეყანაში არაფერი არ შეიძლება, სოფლიოში არაფერი არ შეიძლება. და ეგ არის ყველა ეს ცუდი. აი რატომ მოხდა? აი ცუდი საუკუნე დაგვემთ ხო იმაში, რომ მეცნიერება აღარ ფიქრობს. ჩემი აზრით, სოფლიოში მეცნიერება მოკვდა. ჩვენ ძალიან მაგარი მეცნიერები გვყავდნენ მართლა. აი რო დავუფიქრეთ ჩვენ მეცნიერებს იმდენად ვერ ვაფასებთ. ძალიან ცუდია, წარმოიდგინეთ აი ივანე ჩავახიშვილი. აი უბრალოდ დაფიქრდით რამხელა სამუშაო გააკეთა მაგ ადამიანმა ჩვენი ქვეყნისთვის და ვერ ვაფასებთ. თუნდაც აკაკი შანიძე. ან ძალიან ბევრი ისეთი მაგარი მეცნიერი გვყავდა, ან მეცნიერში მხოლოდ პირდაპირ მეცნიერულ დარგს არ გულისხმობ, ასევე ენათ მეცნიერები, ისტორიკოსმცოდნეები, ზოგადად ინტელიგენციას რა. ყავდნენ და მარტო ჩვენ არა, ჩვენ სასწავლებლებს თორე სოფლიო არ მაინტერესებს, მათაც ყავდათ ვიღაცა და მაგ ხალხს არ ვაფასებ და ძალიან ტეხობს უბრალოდ რა. იყო ეგენი იყვნენ ადამიანები, ვინც თავიანთ ეპოქას გაუსწრეს. წარმოიდგინეთ ცისფერყანწელებს, აიღეთ თუნდაც. ჩვენ ქვეყანაში ბევრი იყო, ვინც თავის დროს გაუსწრო. მაგრამ ეხლა ეგრე აღარ არის. მორჩა. არა მარტო ჩვენ სოფლიოში. დროს ვეღარ უსწრებენ. ცუდია. ამით არაზრუნებენ. აი ეგ არის ცუდი. რაც გლობალიზაციის ბრალიც გონია. ინდუსტრიალიზაციის რა. რაღაც შეცვლა. ჩემი ეს დარგმა შეეცვლა. რაღაცეებში კარგი იყო ადამიანი რომ ფიქრობდა. იმიტომ რომ ფიქრის დროს არსებობ. აი აცხობა. წარმოიდგინეთ მაშინ როდესაც სოფლიოში არაფერი არ ხდებოდა. ჩვენ ორი ის ყავდა სასწავლებელი. ოქროს ხანის დროს. მე რა დიადი ქვეყანა ვიყავით, უბრალოდ ერთი აზრებს რა. ამხელა იმპერია, მაშინ იმპერია ვიყავით. ეხლა აგლეჯი ვართ იმ იმპერიიდან დარჩენილები. ცუდია, გულმტკივა. მაკედან იწყება ერის განადგურება. თავის ისტორიას ივიწყებს. აქ არა მოდივართ. სხვაგან არ მივიდივართ სანახავად. რა ვიცი. ცუდია. საბოლოო ჯამში და ისეთი ცოდიანი ვიდეო გამოვიდა. მაგრამ ძალიან მინდოდა ისეთი ყოფილიყო რა. არასასაცილო. ცოტა რაღაცებზე ჩავფიქრებოდით. რატო ვართ ამ დღეში? იქნება იმიტომ რომ უბრალოდ ფიქრი შევწყვეტ ყველა. მთლიანმა საზოგადოებამ ერთმანეთს აღარ უსმენთ. ბევრ რამეში არ უსმენთ ერთმანეთს. ეგ ძალიან ცუდია. აი ერთმანეთს კი არ უსმენთ ვეჭხუბებით რომ ეს შენის როგორ თქვი იმაზე ვიღაცაზე რაღაც როგორ არ შეიძლება მოусმოთ ერთმანეთს მოყვარდეს მაგაზე მარტივი არაფერი არ არის. აი ერთადერთი ახლა
ერთმანეთის უყვარული თუ გვიშველის თუ სხვა ვარიანტი არ მაქვს, რამ შეიძლება რომ გვიშველოს. არ ვიცი. მოკლედ. ეს აი დიდხნიანი ვიდეო გამოსულა ამ საფრთხეში. 1-20 წუთიანი მაინც იქნება რა. არ ვიცი, ვინმე თუ გაუწელით, კარგია. ხო, ამას ერთ გამორჩა. ზოგჯერ ისეთ რაღაცებზე არ ვფიქრობ, რომ აი წარმოვიდგინეთ, ახლა ჩვენ ვართ 21 საუკუნეში. 21 საუკუნეში მცხოვრების საშუალო ფენის ადამიანი უფრო კარგად ცხოვრობდა კარგ პირობებში, ვიდრე თუნდაც ოქროს ხანის დროს ცხოვრობდა თამარ მეფე. წარმოიდგინეთ, უბრალოდ დაფიქრდით ბევრ რაღაცაში. ტრანსპორტი არა პრობლემა ჩაჯექი წადია. სადმე გამგზავრება გინდა, ადრეს უცხენებით რაღაც პირები მიფრინავდნენ, შენავი. შეგიძლია ერთ დღეში გადაფრინდე თბილისიდან ამერიკაში. ამაზე მაგარი კომფორტი არაფერი არ არის. და საფხულია ეხლა, შეიძლება არ მეტყობა ჯაცმულობაზე, მაგრამ საფხული როდესაც ხდება, შეგიძლია ახუდე ჩართო კონდიციონერი და გაკრიტე მარტოდ, რაც მაშინ არ შეიძლება. მართალია მაშინ ხალხი ყავდათ მონები და შეგვიძლია რა ქვია, ფარაონს უბერავდა, კი არა და პალმის რტოს უბერავდნენ, პალმის რტო იყო არც მახსოვს. მაგრამ დღეს უფრო მარტივადაა ბევრი რამე რა. არ ვაფასებ, ცხოვრება მარტივია, ცხოვრებაში უნდა იყოს კეთილი ადამიანი. რა თქმა უნდა, კეთილი ადამიანი დაიჩქრება ბოროტის მიერ, მაგრამ რას ისა? ცხოვრება ეგრეთია რა. ხან ცუდი, ხან კარგი. ხან ესეთი როგორიც არის. წავედი. დაიმახსოვრეთ, რომ ეს წელი არასდროს არ დაგაკარგეთ. 1021 წელი, როცა მოვიქეთ. ომი მოვიქეთ. ჯერ ბრძოლა, ავიღეთ წოდები. და დავით მეფე ძალიან დიდებული მეფე იყო. რაც გაატარა რა ნაბიჯებიც ჩემი აზრით დღესაც გასატარებელი. პირველ რიგში რუის ურბნისის კრებიდან დავიწყეთ. მიხვდებით რატომაც, რომ ამ ქვეყანაში ეს ქვეყანა გადაარჩინა კიდე მთელი ეს რამდენი წელი რწმენა. ეხლა ხალხში რწმენა არ არის, ეხლა ფანატიზმი ნებისმიერ რამეში ისმიერ რამეში არ შეიძლება. უნდა გწანდეს ამით და აი წავედი და შევხვდებით რომელი ვიდეოთი არ ვიცი. წავედი.